ბაქრა ხდება. თათიამ რაღაც ჩაიფიქრა გაკვეთილის თემად, რომელიც სრულიად განსხვავებული იქნება წინასხვა ვიდეოებისგან. დღეს ინგლისურს ვისწავლით სიმღერისგან. ჩემს ყველა მოსწავლეს უყვარს მსგავსი გაკვეთილი. როდესაც გაკვეთილზე გვაქვს მსგავსი თემა. დარწმუნებული ვარ, შენც მოგეწონება და ისე ამბობ. Hi guys, დღეს ემოციური ინგლისურის გაკვეთილი გვექნება. რაც გულისხმობ ამაში. დღევანდელი ვიდეო ყველა დანარჩენი ვიდეოსგან, რაც იქამდე ამიტვირთავს ინგლისურთან დაკავშირებით, იქნება განსხვავებული იმ მხრივ, რომ დღეს ჩვენ ინგლისურს ვისწავლით სიმღერიდან. კონკრეტულად კი ადელის ერთ-ერთი ცნობილი სიმღერიდან Love in the Dark. So today we are learning English with Adele's beautiful song Love in the Dark. We'll translate the lyrics, explore some powerful vocabulary, and break down some grammar points. So let's get started. Take your eyes off of me so I can leave. I'm far too ashamed to do it with you watching me. Take your eyes off me. Ძალიან საინტერესო ფრაზა არის, ანუ თვალი მომაშორე, თვალები მომაცილე, ანუ აღარ მიყურო. სხვათა შორის ეს ფრაზა გამოყენებული ერთ-ერთ ცნობილ სიმღერაში You're just too good to be true. Can't take my eyes off of you. So take your eyes off me. Don't look at me. შემდეგი სიტყვა, რასაც ასევე მიოგცევთ ყურადღებას, არის ashamed, რომელიც ნიშნავს შერცხონილს, როდესაც თავს უხერხულად გრძნობ. ადელი აქ ამბობს, I'm far too ashamed to do it with you watching me. ანუ ძალიან მრცხვენია ამის გაკეთება, როცა შენ მიყურებ. And that I should be ashamed of myself, and I have been ashamed ever since. This is never ending. We have been here before, but I can't stay this time cause I don't love you anymore. ერთ სიტყვა გვაქვს სიმღერაში never ending. ანუ დაუსრულებელი. Never არასდროს ნიშნავს and დასრულებას ნიშნავს. თუ რაიმე არის never ending, ესე იგი არ სრულდება, უსასრულო. This is never ending, ანუ არასდროს მთავრდება. Please stay where you are. Don't come any closer. Don't try to change my mind. I'm being cruel to be kind. ფრაზა, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდე, არის აზრის შეცვლა, რომელიც ინგლისურად არის change your mind. აქ სიმღერაში ადელი ამბობს don't try to change my mind. ანუ არ ცადო ჩემი აზრის შეცვლა. აზრი, ანუ შევიცვალე, ანუ ქართულად მოკლედ, როცა ვამბობთ ხოლმე, გადავიფიქრე. როგორ იქნება ინგლისურად? I change my mind. I change my mind. That's all. სიმღერაში ასევე გვაქვს საინტერესო იდიომა გამოყენებული, რომ ეს ნიშნავს ეს იდიომა be cruel to be kind. ეს იდიომა ატარებს ისეთ აზრს, რომ ხანდახან მტკივნეულის აქცელი სჯობს, ან მომავალში რომ კარგი შედეგით დაგვერგვინდეს ეს ყველაფერი. მხრივ ცოტა ბოროტი ვჩანდე ჩემს აქციელში, მაგრამ მქონდეს კეთილი განზრახო და აი ამის გამო ვაკეთებდი ამას. Sometimes you gotta be cruel to be kind. რაც შეეხება კონსტრუქცია I'm being. ეს იგივე რაც I behave, ანუ ვიქცევი ესე. აი პირობითად თუ ადამიანი ისე იქცევა, როგორც არჩევია, აი მაგალითად ცოტა მესწარბება ადამიანი და ეს არჩევია ხოლმე რა, შეიძლება ცუდ ხასიათზე ასე შემდეგ, შემიძლია ვთქვა, რომ today you are being mean. Today you are being mean. ანუ დღეს ესე იქცევი. და იმისთვის რომ მე ეს აზრი გამოვხატო ინგლისურად, მე საჭიროება აი ამ being-ის გამოყენება. ამ შემთხვევაში ის არ ნიშნავს ყოფნას, ის ითარგმნება როგორც აი ქცევა. რა განსხვავება I am-სა და I'm being sure-ის. I am ნიშნავს მე ვარ. ის გამოიყენება ზოგადი და მუდმივი ფაქტების გამოსახატავად. Like I'm a teacher. ანუ მე მასწავლებელი ვარ. She's tall. ანუ ის მაღალია. ეს მისი მუდმივი ფაქტია. რაც შეეხება I'm being-ს, ის გამოიხატება ქცევის ან რაიმე მდგომარეობის დასახასიათებლად, რომელიც არის დროებითი. მაგალითად I'm being quiet. ეს იმას ნიშნავს, რომ მე ჩვეულებრივ ჩუმი არ ვარ, მაგრამ აი ამ კონკრეტულ მომენტში ვარ ჩუმად. ანუ ესე ვიქცევი, ჩუმად ვარ. ასევე she is being very helpful today.
ანუ შეიძლება ჩვეულებრივ ეს ადამიანი ესეთი დამხმარე არ არის ხოლმე, მაგრამ დღეს არის. შესაბამისად, მე შემიძლია მის ამ კონკრეტულ ქცევას, აი ამ კონსტრუქციით ინგლისურში გავუსვა ხაზი. I can't love you in the dark. It feels like we're oceans apart. There's so much space between us. Baby, we're already defeated. შემდეგი ფრაზულის ნერასაც აუცილებლად უნდა მიაქცევ ყურადღება, რადგან სასაუბრო ინგლისურში აი ყოველ მეორე წინადადებაში ამ ფრაზულის ნის გამოყენება ხდება ხოლმე, არ ვაზვიადებ, I'm not exaggerating. ეს არის feel like. თუ მის შემდეგ მე ეს მნას გამოვიყენებ, ამ მნას ing ფორმა უნდა დაუმატო აუცილებლად. აი მაგალითად არ მინდა გარეთ გასვლა, ანუ თავს არ ვგრძნობ გარეთ გასასვლელად, ანუ არ მაქვს ამის მუღამი, ინგლისურად ეს იქნება I don't feel like going out today. ანუ როგორ თქვი going out და არა go out. It feels like we're oceans apart. ეს არის ლირიკის ერთ-ერთი მომენტი ადელის სიმღერიდან. ანუ ისე გრძნობს თავს, თითქოს ზღვებით შორს ვართ, ანუ რა თქმა უნდა, ეს ემოციური დისტანციის მეტაფორული გამოხატვა და არა გეოგრაფიულად, რომ რაღაც დისტანციაზე არიან, მანძილზე არიან. You have given me something that I can't live without. You mustn't underestimate that when you are in doubt. ასევე საინტერესო სიტყვა არის underestimate, რომელიც ნიშნავს არასათანადოდ შეფასებას, ანუ შეცდომით დაფასებას, იმაზე ნაკლებად რაიმეს ჩათვლას, ვიდრე ეს ლოგიკურია და ის ამბობს you mustn't underestimate that we are in doubt. ანუ არ უნდა დააკნინო ეს, როცა ეჭვი გეპარება, ანუ შეცდომით არ უნდა შეაფასო, როცა რაღაცაში ეჭვი გეპარებაო. Be in doubt. ამ სიტყვას ხშირად კითხულობენ როგორც doubt. Nope, don't make that mistake. ამ შემთხვევაში ბგერა be არის silent, ანუ ჩუმი ბგერა არის. სხვათა შორის ამაზე ვიდეო გვიდევს ჩემს არხზე დევს. რატომ არ იკითხება ხოლმე კონკრეტული ბგერები ინგლისურში. თუ არსებობს მეორე თუ მესამე ვიდეო, შეგიძლია ნახო. So, doubt. ბს გარეშე. But I don't want to carry on like everything is fine. The longer we ignore it all, the more that we will find. შემდეგი ფრაზულის მნარი carry on, რომელიც ნიშნავს გაგრძელებას, ანუ განაგრძე შემიძლია უთხრა ადამიანს, ან მე განვაგრძეა რაღაც გაგრძელდა ესე. შემიძლია გამოვიყენო ეს ფრაზულის მნა და ამით გამოვხატო ეს აზრი. Please don't fall apart. I can't face your breaking heart. I'm trying to be brave. Stop asking me to stay. Fall apart, რომელიც ნიშნავს გატეხვას, დაშლას, ემოციურად განადგურებას. შემბავს please don't fall apart. ანუ მიმართავს კონკრეტულად ვისაც ეძღვნება ეს მუსიკა იმას, რომ გთხოვ არ დაიშალო ემოციურად, ანუ არ განადგურდე. აბა შენ თუ თარგმნი I can't face. Face ხო სახეა. მაგრამ ის ასევე სნაც არის ინგლისურში და როგორც ვიცით ინგლისურში შეიძლება ერთი და იგივე სიტყვა არსებითში სხვას ნიშნავდეს, ზმნაში სხვას ნიშნავდეს, ნუ ყველაზე მარტივი მაგალითი რაც ამაზე მომყავს ხოლმე არის სიტყვა book, რომელიც არის როგორც არსებითი წიგნი და როგორც უნდა დაჯავშნა. Face-ის შემთხვევაში როგორც არსებითი ის არის სახე, ხოლო როგორც ზმნა ის არის რაიმესთვის თვალის გასწორება, ანუ თუ შენ ამბობ მაგალითად face the truth, ანუ სიმართლეს თვალი გაუსწორე. We're not the only ones. I know it better think. Every word I've said, you know I'll always mean. ხმერთო რა ლამაზი ფრაზა, every word I've said, you know I'll always mean. როგორი გულწრფელი ადელი ამ სიმღერაში. ანუ თითოეული სიტყვა რაც კი ოდესმე მithქვამს, ყველაფერი გულწრფელად მithქვამსო, გულწრფელი იყო. სიტყვა mean ინგლისურში როგორც არსებითი ნიშნავს რაღაცის მნიშვნელობას, ასევე ის ნიშნავს. ხო, ესე ითარგმნება, თუმცა თუ რაღაცაზე ამბობ რომ you know what I mean, ამ შემთხვევაში ხო იცი რას გულისხმობ, ესე ითარგმნება. არ დაიბნე. ხოლო აი ამ კონკრეტულ წინადადებაში every word you know I'll always mean.
მაგალითად, ან I said what I said and I meant it, მისი წარსული ფორმა. ანუ ვიგულისხმე, გულსრფელი ვიყავი. ამ ნიშნულობითაც შემიძლია მე სიტყვა გამოვიყენო. თუ ამბობ I meant it, ანუ სერიოზულად ვამბობ, ანუ ზუსტად იმას გულისხმობ, რასაც ვამბობ. So regret ეს არის სიტყვა, რომელიც ნიშნავს სინანულს. I regret nothing, ანუ სტანდარტულად ძლიერი ფრაზა არის არაფერს ვნანობ. ასევე შეგიძლია თქვა მეორენაირად იგივე აზრი, უბრალოდ I don't regret anything, იმიტომ რომ ორი უარყოფა ინგლისურში არ შეიძლება. თუ nots გამოიყენებ anything, თუ nots არ გამოიყენებ, მაშინ პირდაპირ სუბიექტი ზმნა და nothing. It is the world to me that you are in my life, but I want to live and not to survive. Live and not just survive. Survive ნიშნავს გადარჩენას. ანუ ის ამბობს, რომ მე უბრალოდ მე მინდა რომ ვიცხოვრო და არა უბრალოდ გადავრჩე. არ სრულფასოვანი ცხოვრება და არა უბრალოდ არსებობა. Remember, just like the lyric in Adele's song, love can thrive in darkness or distance. When things feel off, it's important to address them directly instead of ignoring them. Don't be afraid to have those difficult conversations. Be kind, be patient, and most importantly, be true to yourself in every relationship. Respect yourself, set some boundaries, have some standards, and remember that love should make you feel safe. Don't lose your spark and don't kill your happiness just because you want to be next to someone. რას ფიქრობთ, საინტერესო იყო თქვენთვის მსგავსი გაკვეთილი? ძალიან ბევრი სიმღერა არის, რომლის მსგავსი განხილვად შეიძლება, სადაც შეიძლება შევეხოთ არა მარტო vocabularies, არამედ გრამატიკასაც. ასე რომ დატოვე კომენტარებში შენი საყვარელი სიმღერა. მე კი ამოვარჩევ და იქნებ შენი საყვარელი სიმღერა მოხვდეს შემდეგი ჩემი ვიდეოს თემა. Let's see. So, see you guys in the next video. Have fun!